იბრძოლეთ სანამ გვიანი არ არის. მზიამაღლობელი სიტყვები იქცა დღევანდელი საპროტესტო აქციის ერთ-ერთ მთავარ გზავნილად და სლოგანად, რომელზეც აქციის მონაწილეების როლში დღეს არიან მედიის წარმომადგენლები, ჟურნალისტები, მედია ექსპერტები, მედია ომბუდსმენები, რომლებიც საუბრობენ მედია სივრცეში არსებულ საფრთხეებზე, გამოწვევებზე და ქვეყანაში მიმდინარე მათ შორის პოლიტიკურ პროცესებზე, რომლებიც პირდაპირ აისახება ჟურნალისტურ საქმიანობაზე. უკვე 133 დღეა საქართველოს მასშტაბით გრძელდება მასშტაბური საპროტესტო, პროევროპული საპროტესტო აქციები და ამ საპროტესტო აქციების ფარგლებში არაერთი ჟურნალისტი, რომელიც პროფესიულ საქმიანობას და პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, დაშავდა, მათ შორის მათ დაემუქრათ არამხოლოდ ასევე ფინანსური სანქციებით სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში 5,000 ლარით ადმინისტრაციული ჯარიმი დააკისრეს არაერთ ჟურნალისტსა თუ ოპერატორს გზის ხელოვნურად გადაკეტვის ბრალდებით. აქციის მონაწილეები ახლა არიან შეკრებილნი ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიასთან. აქ ცოტა ხნის წინ ჩამოიარა კოსტავას ქუჩიდან, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი შენობიდან, კოსტავას ქუჩიდან მომავალმა საპროტესტო მარშმა, რომელიც აეხლა განთავსდა უშუალოდ ფილარმონიის წინა ტერიტორიასთან. აქციის მონაწილეები, მედიის წარმომადგენლები გეგმავენ რამდენიმე წამში წუთში განცხადების გაკეთებას, რომელსაც ჩვენ პირდაპირ ეთერში მოგასმენინებთ, რა თქმა უნდა, მანამდე კი გეტყვით, რომ ხედავთ, რომ ბანერები აქვთ მოტანილი, სხვადასხვა ტიპის ბანერი და პლაკატი აქციის მონაწილეებს, არა ცენზურას, თავისუფლება მედიას და თავისუფალი მედია უდრის თავისუფალ საზოგადოებას, ესეთი არის მათი მთავარი გზავნილები. ჩვენ ბუნებრივია ახლა მოგასმენინებთ პირდაპირ ეთერში იმ განცხადებებს, რომელსაც აკეთებენ მედიის წარმომადგენლები ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიასთან. ვიდრე განცხადებას წავიკითხავ იქამდე გეტყვით, რომ ცოტა უღელავ, იმიტომ რომ თურმე ეს მეგაფონი ყოფილა ლეგენდარული მეგაფონი, ეს საზმაუს მეგაფონია, მეგობრებო, ეს არ ვიცოდი და ამიტომ აგებთ. ეს ხუმრობა იყო, ამას ეთერში ნუ გავუშვებთ, მაინც თუ მაინც. მამაგლა. დავიწყო. ერთპარტიული პარლამენტი აგრძელებს ქართველი ხალხის დევნას. ქართული ოცნება იღებს კანონებს, რომლებიც არამხოლოდ მედიას და სამოქალაქო საზოგადოებას ემუქრება, არამედ პირდაპირ თავდასხმად დემოკრატიულ ღირებულებებზე. კანონები შეზღუდავს საქართველოს მოკავშირე ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციების შესაძლებლობას დაეხმარონ საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის დამოუკიდებელ მედიას, რომელიც ხალხს სიმართლეს აწვდის. დღეს სახელმწიფო ინსტიტუტები ქართული ოცნების პოლიტიკური ინტერესების მორჩილ ინსტრუმენტებად იქცნენ. თავისუფალი მედია რჩება ერთადერთ სივრცედ, სადაც ხალხის ხმა ისმის და საიდანაც მოქალაქეებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია ქვეყანაში არსებული რეალური ვითარების შესახებ. ჩვენ ვაშუქებთ კორუფციას, კანონდარღვევებს, ძალადობას. ეს მცდელობა ხელისუფლების ბოლო ნაბიჯია ავტორიტარული რეჟიმის გამყარებისკენ, რომელიც ცდილობს გააქროს ნებისმიერი კრიტიკული აზრი. ევროპული გზის ნაცვლად მმართველი პარტია ქვეყანას რუსული მოდელისკენ მიაქანებს, სადაც მედია და სამოქალაქო საზოგადოება სრულად კონტროლდება. ჩვენ, ქართული მედია, ვხედავთ ამ საფრთხეს და ვიცით, რომ ეს ბრძოლა გადამწყვეტია საქართველოს მომავლისთვის. ახალი რუსული კანონები მიზნად ისახავს საზოგადოების გაჩუმებას, ხოლო როდესაც მედია დუმს, ხალხიც დუმს. მედიის ბრძოლა თავისუფლებისთვის გრძელდება. ჩვენ არ შევწყვეტთ სიმართლის თქმას, უკანონობის მხილებას და კრიტიკას. ჩვენი ეთერებიდან და პლატფორმებიდან გახმიანებულ სიმართლეს არასდროს ჩაანაცვლებს სიჩუმე. ახლა ჩვენ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან წამოსულ მარშთან ერთად გავემართებით იქ, სადაც უკვე იკრიბებიან დემონსტრანტები, რომლებიც უწყვეტად აგერ უკვე რამდენი თვეა აგრძელებენ თავიანთ პროტესტს იმ უსამართლობის, უკანონობის, დიქტატურის დამყარების და ყველა იმ უბედურების წინააღმდეგ, რასაც ჰქვია დიქტატურა. მოგესმენთ პირდაპირ ეთერში განცხადებას, რომელიც გააკეთეს მედიის წარმომადგენლებმა, პუბლიკას დირექტორმა ზურაბ ვარდიაშვილმა გააკეთა ეს განცხადება ამ აქციაზე. მან ისაუბრა მედიის თავისუფლების და ობიექტურობის და ასევე არსებობის ზოგადად მნიშვნელობაზე ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში. აქციის მონაწილეებს, რომელსაც ჩვენ ვესაუბრეთ დღეს საღამოს, ისინიც აცხადებენ, რომ
კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებობდეს დამოუკიდებელი, თავისუფალი, მიუკერძოებელი მედია, რომელიც გააშუქებს მხოლოდ ფაქტებს და იქნება ზომიერად კრიტიკული და კრიტიკულობა სწორედ არის ერთ-ერთი განსაზღვრელი ფაქტორი მედიის არსებობის მათი შეფასებით. ასევე აქ მოსულ აქციის მონაწილეებს შორის არიან მედია ომბუდსმენები, მედია ექსპერტებიც, ისინიც აცხადებენ, რომ დღეს ქართულ მედია არის განსაკუთრებული საფრთხის წინაშე, განსაკუთრებით საზომი არის 2024 წლის 28 ნოემბერი, ის დღე, როდესაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს წყვეტს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების პროცესს, არ დაწყებულ პროცესს და ამას მოყვა უკვე მასშტაბური საპროტესტო აქციები საქართველოს მასშტაბით და შესაბამისად ამ აქციების გაშუქებისას, როდესაც საპოლიციო ძალები ძალადობრივი მეთოდით შლიდნენ საპროტესტო აქციებს, გემსადენი გაზის, წყლის, ჭავლის, სხვადასხვა ქიმიური საშუალების თუ ფიზიკური ძალის გამოყენებით, გარდა საპოლიციო ძალებისა უცნობი ნიღბიანი პირები ასევე თავს ესხმოდნენ მედიის წარმომადგენლებს. მათი ნაწილიც არის აქ დღეს საღამოს მოსული ამ საპროტესტო აქციაზე. ჯამში ასევე გეტყვით, რომ არა მხოლოდ ფიზიკური ძალა, არამედ ფინანსური სანქციებიც გამოიყენა შინაგან სამინისტრომ აქციის გაშუქებისას, საპროტესტო აქციების გაშუქებისას ჟურნალისტთა წინააღმდეგ. ისინი 5,000 ლარით დააჯარიმეს გზის ხელოვნურად გადაკეტვის ბრალდებით. ასევე მთავარი ფოკუსი ამ დღევანდელი საპროტესტო აქციისა არის ცხადია მზიამაღლობელი, რომელიც უკვე თითქმის 3 თვეა იმყოფება პატიმრობაში და მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ასევე რამდენიმე დღის წინ ონლაინ გამოცემა ინდიგოს ჟურნალისტი საბა სორდია დააკავეს მეტროსადგურ მარჯანიშვილის მდებარე ტერიტორიასთან, მიუხედავად იმისა, რომ ის დღეს ადმინისტრაციული პატიმრობიდან პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით იყო ის დაკავებული, გაათავისუფლეს სასამართლო დარბაზიდან. 17 აპრილისთვის გადაიდო მის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადების ვადა. ახლა მედიის წარმომადგენლები ეს საპროტესტო მარში მიემართება საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიისკენ, სადაც უკვე იკრიბებიან აქციის მონაწილეები. ისინი აპირებენ ღამის გათენებას და 9 აპრილის ამ ტრაგიკული თარიღის წლისთავის დახვედრას საკანონმდებლო ორგანოსთან. ასევე დღევანდელ საპროტესტო აქციას უერთდებიან როგორც სტუდენტები, ისევე საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშის ყოველდღიური მონაწილეები. უშუალოდ საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბებიან ასევე პროევროპული საპროტესტო აქციებისას დაკავებული პირების მშობლები, ოჯახის წევრები, რომლებმაც 2 აპრილს რამდენიმე დღის წინ შექმნეს ერთგვარი წინააღმდეგობრივი პლატფორმა და მოძრაობა და ამ ფორმით ისინი ეცდებიან, რომ ასევე ქართული ოცნების იმ საკანონმდებლო გადაწყვეტილებებსაც თუ ქართული ოცნების იმ პოლიტიკას გაუწიონ წინააღმდეგობას, რომელსაც საუბრობენ მათ შორის მედიის წარმომადგენლები და ამ პოლიტიკასაც რეპრესიულად აფასებენ. დღეს მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია, იგეგმება როგორც ცნობილია ორგანიზატორების მხრიდან სიტყვით გამოსვლები